საქართველოში გლოვის დღეა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ბავშვები დღეს სოფელში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ ტრაგედიის თემით ვიწყებთ დღევანდელ გადაცემაში საუბარს ჩვენს პირველ სტუმართან პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალუბლიშვილი. საღამოშვიდობის ბატონ ლევან, მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის სტუმარი. მე თქვენთან ერთად მინდა გამოუცხადო სამძიმარი ამ გაუგონარი და უმძიმესი ტრაგედიის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახს. თქვენც მინდა მოგცეთ კიდევ ერთხელ ამის საშუალება და აქვე გვიამბოთ იმ სამუშაოზე, რაც გასწია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმისთვის, რომ დაღუპულთა ოჯახის ახლობლებს მისცემოდათ საშუალება ჩასულიყვნენ სოფელ საბერიოში. მოგესალმებით ხალხო ნათია, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ძალიან მიჭირს დღეს ამ თემის ირგვლივ საუბარი, თუმცა რეალობას ვერ გავექცევით და მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მინდა მიუსამძიმრო გარდაცვლილი ბავშვების ოჯახს, ნათესავებს, სრულიად საქართველოს და მინდა რომ უსურვო ჩვენს ქვეყანას არა თუ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ მომხდარიყოს ესეთი ფაქტები. რაც შეეხება ნუგეშს ამ დროს ნუგეში მე ვიტყოდი რომ ვერც ანუგეშებ ოჯახს ზედმეტია. ნუგეში ესეთ კრიტიკულ სიტუაციაში ჩვენმა მთავრობამ, აფხაზეთის მთავრობამ გამოვყავით ჩვენი სარეზერვო ფონდიდან დახმარება, რათა შემოსუბუქოთ ოჯახს ყოფითი პრობლემები და ბატონ ლევან, კი ბატონო, ვიდრე ამ დახმარებაზე ვისაუბრეთ, რომ გვიამბოთ იმ სამუშაოზე, რაც გასწიეთ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ იმისთვის, რომ მისცემოდათ ოჯახის ახლობლებსა და ნათესავებს ენგურს გაღმა გადასვლის და საბერიოში ჩასვლის საშუალება, თუ შეიძლება ამაზეც რომ ვისაუბროთ. დიახ, დღეს ენგურზე ძალიან დიდი რაოდენობა ხალხის იმყოფებოდა. მე მინდა შესაბამის სტრუქტურებს მადლობა გადაუხადოთ თითოეულ ამ პროცესში მონაწილეს, რათა გაუმარტივეთ მოსახლეობას მიმოსვლა და დღეს ჩვენ ერთი ვიყავით ამ ტრაგედიამ კიდევ ერთხელ გაგვაერთიანა და კიდევ ერთხელ დაგვანახა ის, რომ ჩვენ ერთი ვართ და ჩვენ უნდა გვიყვარდეს და ვაფასებდეთ ერთმანეთს ჩვენი და ჩვენი აფხაზი და-ძმები. კი ბატონო, თქვენ იყავით რამდენიმე დღის წინ კლინიკაშიც მოინახულეთ დაღუპული ბავშვების ბებია, რომელიც დაშავდა ამ ხანძრის შედეგად. ჯანმრთელობის მდგომარეობაზე რომ გვესაუბროთ და ასევე განაგრძოთ საუბარი იმ დახმარებაზე, რაც გაეწევა ოჯახს სარეზერვო ფონდიდან. დიახ, მე ვიმყოფებოდი სულ რამდენიმე დღის წინ ქუთაისში, სადაც იმყოფება ბებია, გარდაცვლილი ბავშვების, როგორც გითხარით, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაცილებით რთულია, ვიდრე მისი ფიზიკური და ყველას კარგად გვესმის ეს ბებია მარც იცის, რომ მისი 5 შვილიშვილი გარდაცვლილები არიან დღემდე და რაც შეეხება დახმარებას, ჩვენ გამოვყავით სარეზერვო ფონდიდან დახმარება და უგიებართ ოჯახს გვერდით, რაც შეგვეძლება ყოველთვის დაუდგებით გვერდით და ყოველთვის კი ბატონო, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხოთ იმ საკითხსაც, თუ როგორ გახდა პოლიტიკური სპეკულაციების თემა ეს მძიმე ტრაგედია. პრინციპში ეს არ არის ტრაგედიისთვის პოლიტიკური სარჩულის ამოდების პირველი შემთხვევა. რა შეგიძლიათ თქვათ ამ თემასთან დაკავშირებით? სამწუხაროდ, როდესაც ჩვენს ცენტრალურ ხელისუფლებას, აფხაზეთის ხელისუფლებას გვიკავია კურსი შერიგებისკენ, ძმობისკენ, სიყვარულისკენ, ამ დროს ესეთი განცხადებების გაკეთება და ესეთი ტრაგედიით სპეკულირება ვიწრო ინტერესების გამო, მე მგონი ამას კომენტარიც არ ჭირდება, ამას მაყურებელიც კარგად ხედავს და მეც დავამატებდი, რომ ჩვენი ხელისუფლების მთავარი ღირსება სწორედ ის არის, რომ ჩვენ არ სპეკულირებთ
აღნიშნული ტრაგედიებით და მოუწოდებდით ჩვენს ოპოზიციას, რომ აიღონ მაგალითი ჩვენგან. დღეს პრემიერის გადაწყვეტილებით, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით გამოცხადდა გლოვა და ყველა უწყებაზე დაეშვა დროშა და მე მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით, მინდა რომ მიუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახს, ნათესავებს, მთელს ქვეყანას. დღეს ეს ტრაგედია არა მარტო ამ ოჯახის ტრაგედია, არამედ მთელი ერის ტრაგედია არის. დიდი მადლობა ბატონ ლევან, გიერთდებით სამძიმარში, კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს, ამ მართლაც უმძიმესი და გაუგონარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. ლევან გალუბლიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი.